გასაგებია ყველაფერი. ხო. კიდე წამოვედი მოადგილეობიდან. დაგამდე რატო არაფერი არ თქვა? რედაქციაში მოვიდა ყველაფერს აღიხსნი მეთქი. უნამუსო ხარ, გია, უნამუსო. ჩემი მეგობარია. მეგობრებს ტრაქზე არ ჩქმედენ. კაი, რა ერთად ვართ გაზრდილები რა გჭი. არ მაინტერესებს. არა, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი. ევიკა. სამსახურის მერე ავედევნე და პირდაპირ ლომბარდში წავიდა. რა? დიტოს ველაპარაკე და არც ერთი სიტყვა არ არის მართალი რაც ჩამითხარე. კაი. დამშვიდი და მითხარი რა გითხრა? იმ დღეს დიტო მთვრალი არ ყოფილა და ყველაფერი ტყუილია რაც მითხარე. და შენ გჯერა მაგის? და რატო არ უნდა მჯეროდეს? ანუ მე მოვიკონე ყველაფერი? ნუ ფაქტია რო კი. ოღონდ ვერ ხვდები რატო ქეთი. როგორ არა ხვდები? შურს და ეჩვიანობ. სოფო, შენ საერთოდ ვერ ხვდები რო გატყუებს? არა, მართლა ყველაფერს გატყუებს საერთოდ რა და რა გეგონა რო გითხავდი, უიკი, შენს დაკოს ვერ ჩალიჩებოდი, ამას გეტყოდა? იცი რა მაგას უნდა რომ შენთან კაი ტიპი გამოჩნდეს და ყველაფერს აკეთებს მაგისთვის. დიტოს მალ წავლის, რა, ნერვები მომიშალა. აი დიტოს ჩემთან არაფერში არ ჭირდება კაი ტიპად გამოჩენა, გაიგე? ქეთი ძალიან კარგად ვიცი დიტო რომ მოგწონდა და არაფერი არ გამოგივიდა. ეხლა მე შემეშვი ძალიან. შენ საერთოდ გაგიჟდი, ხო? აი მე სრულჭკუაზე ვარ და შენ მე არ მოგცემ იმის უფლებას, რომ შენი ტყუილები ცხოვრება დამიგრიო რა. რა? რა გაყვები, ხალხო, რა ხდება, გაგიჟდი? აი ქეთის კითხე. რა ხდება ქეთი? არაფერი. რა არაფერი? გარეთ ისმის თქვენი ხმა დაინგრა კლინიკა. ქეთი გადაწყვეტა რომ სხვის ცხოვრებაში უნდა ჩაერიოს. შენგან მართლა არ მოველოდი ამას. რა დაემართა? შეჩემა რა გატირებს. ძალიან უაზრობაზე რო გაჭედა, აი მაგაზე მეშლება ნერვები რა. რამე რო ყოფილიყო კიდე ხო ბაზარი არა. მოიც. ჩემ რამე რო ყოფილიყო უარესი არა.
და კიდე დაელაპარაკები აუხსნი ალბათ. აუხსნი კაია, ესმის. აი გაუვლის რა ვიცი გოგოების ამბავი. რა შე? ნუ ჭამო. იყავ მე მოგიდან რაც უნდა დავითრიო რაღაც. გაჭაპურ შეჭამ? არა, დიეტაზე ვარ. ძირა სენდვიჩი წამამიღე, просто არც კეჩუპი არ გავუკეთე, არც მაიონეზი. და არც ხალხი. მოყევი აბა. რა უნდა მოყვა? საქართველოს კონსტიტუცია, რა უნდა მოყვა? საანგაბრაზებულია, ხო? საანგაბრაზებული არ არის. კაი, ძალიან გაბრაზებული. კაროჩი. მანალე მეშლება ნერვები, არ და პროსტო ხადაობდი, იმენა არაფერი ვაფშე. ჩემი მეგობარია ის, და ირო ეღადავები და ამ მოხდა ვერ ხვდები. და სალი რო ეღადავებოდი საკრავენ იმას მესიამოვნება. აი არ გინდა ეხლა ფემინისტური ბაზარი. რაო, იშველება რომეოს? სუნუც ანცარებ, რა მართლა იცი რა გაბრაზებულია. მე დაელაპარაკე შე. კაროჩი. მე ბან სერიალებში რაღაცები ემართებოდ, ხო იცი, იქ და მემართა ზუსტად. ბან სერიალებში რო ირიგებენ გოგოებს, ეგრე შემოირიგე. მართლა დაურეკე და მოვიდეს რა, ჩემ და რეკულს არ იყოს. რა ვიცი. არ ვიცი, მოვიდე და დაველაპარაკები, როდემდე ვიყოთ ესე დებილი ბავშვები. ოღონდ არ უთხრა. ხო მოვატყუე. რა მოხდა, მიდი გეხვეწები. აი. ეგ ხო დაურეკე, არ მოდის ისე და რა ვქნა. მე რო არ გავდეთ რა. ო. არ ხო დაბეჭდი. გაუშვი. გაუშვი საერთოდ. აჯეკ. როგორ ხარ? კარგად. პირდაპირ საქმეზე რა არ მაქვს ბევრი დრო. რატომ ესე? ჩემი სტატია რატო არ დაიბეჭდა? ნუ ვერ მოხერხდა ამ სტატიის დაბეჭდა. აი რას ნიშნავს ვერ მოხერხდა? გვანს ამისმინე? სტატია ნამდვილად არის ცუდი. და კითხველსაც მოეწონებოდა, მაგრამ არის მიზეზები, რის გამოც არ მოხერხდა ამ სტატიის დაბეჭდა. და მე მაქვს უფლება ვიცოდე ამ მიზეზების შესახებ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩვენს დამფუძნებელს არ აწყობდა ამ სტატიის დაბეჭდა. ეს საქმე კარგ ხნის წინ მიიჩქმალა და მithქმა-მოთქმა დამთავრებულია უკვე და ახლა თავიდან ამის გახეთქვა და სკანდალის აწევა ხომცი არ ასხამს ჩვენ წისქვილზე წყალს. და როგორი ინფორმაცია ასხამს გია ჩვენ წისქვილზე წყალს? ჩვენ ხო ამ თემაზე ვილაპარაკეთ, ან ბევრჯერ ვილაპარაკეთ. ძალიან კარგად მახსოვს რომ მითხარი, რაც გინდა ის დაწერეო და მე აუცილებლად დაგიბეჭდავო. შენ ოღონდ ინფორმაცია მოიძიეო. მე მივხედავ დანარჩენს ყველაფერსო, იყო თუ არ იყო გია ესე? განსა დამშვიდდი. არავის არ დაუშლია შენთვის წერა. ხომ დაგბიდი დაგიბეჭდავ მეთქი და დაგიბეჭდავ აუცილებლად. ოღონდ რაიმე სხვა თემას ავიღებთ. სხვა თემას ავიღებთ და ეგ იქნება რა. დავიღალე რა გია რა. ან რაღაც სისულელეს მაწერინებთ, ან რასაც მე ვწერ, იმას არ მიბეჭდავთ. და რა გარანტია მაქვს, რომ რამე ახალ თემას რასაც მოვიდან, იმას არ დამიბლოკავ? უკვე აგიხსენი და გითხარი რატომაც დავბლოკე. ხო? გასაგებია. იცი რა არის? თავისუფლად შეიძლება რომ ეს სტატია ნებისმიერ სხვა გაზეთში აღმოჩნდეს. მოც. ეგ რას ნიშნავს? მივდივარ. რაც გინდათ და როგორც გინდათ, ისე წერეთ. სამიდიხარ. სამსახურიდან მივდივარ გია. და დიდი ხანია უკვე უნდა წავსულიყავი რა. მე ჩემ ადგილს ყველგან ვიპოვი რა. კარგი რა, განსა გიხოწები, არ გინდა ასე ხო. მოვაგვარებთ რამენაირად. გია, აქამდეც უნდა მოგეგვარებინათ. დიდი მადლობა ყველაფერს. მადლობა მარლენ. და ერთი წუთით რომ ვიცადი.
ძალიან დიდი ბუდის შეახლანია. მარლენ რა ეს არის ნატურალური თაფლი. უკნავების წავალია პირდაპირ. კარგი რა, შენ რა გითხარი, რატო შეწუხდი მარლენ? რა შეწუხება, ჩემო ნანა, სხვა ვერაფრით გერჩი პატივი და თაფლი დასაკადრისი. კარგი რა, დიდი მადლობა. მოიცადე. იმ დღეს რაღაც გაგიტყდა. ჩემთვის მოხდა თაფლი? კარგი, გატყდა. და კიდე მეორედ შეწუხდი. რა შეწუხება, ჩემო ნანა? თაფლი კი არა, შეხედე ქარვა, პირდაპირ ქარვა, ერთი კოზი დილით უზოზე პირდაპირ უკნავების წავალია. დიდი მადლობა. ჩემო ნანა. ყველაფერი სასარგებლოა, კუჭნაწლავისთვის, წნევისთვის, გულისთვის, რა ვიცი, იცი შენ ყველაფერი. აბა რა მომკლავს ახლა მე? წავედი, ჩემო ნანა, მე პასუხი კარგო. დილაზე ერთი კოზი უზოზე. მადლობა, გაიხარე, მადლობა, დიდი მადლობა. რა ვიცი, მგონი კარგი ვარიანტია. კი, დადღიც ნამდვილად. თან ჩვენც ახალი დაწყებული გვაქვს ბიზნესი. ნუ თლაც ისეთი პირველი საქმეც არ არის, მაგრამ აი ბატონი გიორგიც მოვიდა, ჩვენი დირექტორი გაიცანით. ხო, მოკლედ, ნუ ახალი დაწყებული გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი შემოგვიყვება. რა დაიწყოთ ჩვენ? ბიჭების ადრე მოვიდა და ამან და კოკა რა. და ფასი შეულებლებთ. ხო, ჩვენ 7 ობიექტს ვაშენებთ. და ამ პირველ ეტაპზე თქვენთან თანამშრომლობა გადავწყვიტეთ. ცდით? ფასი მისაღებია? ფასი კი ძვირია, მაგრამ პრინციპში მისაღებია. ნუ რა ხარ მისაღებია, ესე იგი შევთანხმდით. კი ბატონო. ესე 7 ობიექტი გაქვთ, ხო? დიახ. ესეთ რაღაც რო გავაკეთოთ, მაგალითად ჩვენ ფასი დაგიკლოთ და თქვენი 7-ვე მშენებლობის კონტრაქტები ჩვენთან გააფორმოთ. ბატონო, მაგრამ მე ამას მარტო ვერ გადავწყვეტ. ჩემს პარტნიორს დაურეკავ შემოთავდები და კი ბატონო, ერთ წუთით. ხო, მეგობარ. რა საკეთებ შიში? ვიცი ეს ის ვაკეთებ. რა იცი, ბიჭო, წინაზე ამაზე ხო დაგვაჯოეს. ზოგადად ამაცადე რა. გიორგი მართალია მე მგონი. არ გახსოვს წინაზე რა მოხდა? ვიცი რასაც ვაკეთებ. მე ველაპარაკე ჩემს პარტნიორს. თანახმო ვართ კონტრაქტზე. ოღონდ ფასს თუ დაგვიგდებთ. მაგაზე შევთანხმდებით. ანუ შეიძლება ითქვას, რომ პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, ხო? კი ბატონო. კარგი, მაშინ დეტალებზე გადავიდეთ. გადავიდეთ. დეტალები. და, დეტალები. ორშაბათს ტექნიკას ჩვენ თვითონ მოგიყვანთ ადგილ. რისთვის მომიყვანა? დაჟექი რა იცი. აი მითხარი რა საქმე გაქვს და წავედი. აი მოიტანის კამერა დაჯექი რა გჭირს. ჭამოთ ხო ჩვენ? გინდა თქვენ რამე? აი შემომხედი რა იცი. რა გინდა? აი ნუ ხარ რა გაბრაზებული ხო? აღარსო უაზრობაზე ჭირდა რატო? გოგოებს რა მესიჯები ეგ არის უაზრობა? აბა რა არის მინ გოგოებს მესიჯები, აი რა ჩემ ბავშვობის მეგობარია და პროსტა ვეღადავე რა მოხდა. მეგობრებს ეგრე არ იღადავებიან. აი მითხარი მაშინ როგორ დაგაჭერო? ვაფშე ნუ დამაჯერებ ძალიან მკიდია. აი თუ კიდია ბაზარია. კიდე შენ ხარ გაბრაზებული? ხო, იმიტომ რომ გიხსნი რაღაცას და დებილი ბავშვი ვითიქცევი და მებუტები და გითხარი რომ არაფერი არ იყო და რა ის ტერიჭკაცოლი ვითიქცევი. რა? არაფერი ხო კიდია და მე მაგრამ კიდია.
რა გჭირთ ხალხო სირცხვილი? აუ წავედი რამე. სად მიდიხარ ძალიან ხარ მოხვედი? ხო და ეს სადაც იქნება აღარ დამირეკოთ ვაფშე. კარგად იყავ. კარგად. ბიჭო, რა შვები სახში ხარ? ჩამო რა ძმობას გაფიცე. ჩამო. ჩამო და გეტყვი რა. Здорово, ძმებს. ხო ხართ მაგრად? რავი, ничего, живём რა. ვენი კარგიც მუტყან. მომშვიდობაა შეჩი. ბიჭო არა. რა რატო დაითესა ის ყალე? ვი? ვინდა ბებია ჩემი? წიალა, ვინდა ბახა? რას ქვია დაითესა, რას ქვია? ვაეგრებ, შო, დაითესა, მოთხდა, პაგა. მე გადავები შეჩი. მეტყობა რა მე გადაობის? რა ის? რა ვიცი, ნახევარი საზმაკაცო იქ მყავს თქო. და დაითესა ეგ ნაბოზვარი მაგის დედა შევეცი. ბიჭო, კაი, ნუ იგინები, რა იცის იმ შენმა საზმაკაცომ საწავიდა ბა. რა იცის, ბიჭო, იდუჟენია მაგათა ერთად და მე მოთხდა საკაც ვალენსიაში ნუ ტრაქში. აბა სამი დღეა ტელეფონს არ იღებს, არ პასუხობს, არ რეკავ. სად არის აბა? ბიჭო, მომისმინები. შეიძლება ირა რაღაცა უჭირსო და ვერ რეკავს კაცი რა. ბახას ხო იცნობა რა, ამდენი წელია ვიცნობ და ვიცით ხო რისი გამკეთებელია და რისი გამკეთებელი არ არის, კაროჩი. ბიჭო, მომისმინე რა, ამდენი წელია რომ ვიცნობ და ვენდობოდი, ჩაიდო ჯიბეში დიდი მაყუთი და მოიხია რა. ყალეზე არ კიდიხარ? არა, ირა. ეგრე არ იქნება, შეიძლება რაღაცა უჭირს რა იმ კაცს რა და მე შენი ძმაკაც სიტყვებზე ვერ ვირმენ ნამდვილად. ბიჭო, მომისმინე რა, მომისმინე. შო, მორჩა აღარ არის. გაქრავ, შო. ირა, ბიჭო, ბახა მაგას არ იზავდა. რას არის? დაითესა, ბიჭო, გაქრა. რას არ იზავდა ბახა ირა რა და მართლა თუ ერე გააკეთა მაგან. ვალენსიაში კი არა თვალებზე ვიპოვი და დედას მოუტყნავ რა. ბახა შენი დედა შევეცი მე რა. აბა კარგად, აფანდის. მედია, კარგი თანამშრომლობა გამოგვივა. კარგად. როგორი კარგად მომაყოლეთ. აი ეს არის უფრო ბიზნესი თქო. რამაც სტაურიკამ მაგრად გავუწევდი. თქვენ ბიჭო შიქხო არ გაქვთ. გადი შეერწამს. რა? რა მინდა, რა იბაზრე ბიჭო. და რა მოგეწო. აი რა დაიწყეთ ახლა რა. რა პაჩი გამაჩუმე ბიჭო. ეგრე იყო საჭირო და იმედმაც გავაჩვენე. შენ ხარ გააფრინე ბიჭო, გუშინ არ მოვილაპარაკეთ რომ ფასი არ უნდა დაუკლოთ. მაგაზე ხო გაგვიტრაკეს თმაო წინაზე და ეხა იგივე საკეთებ? არ ვაკეთებ იგივეს, მაშინ სხვა სიტუაცია იყო და ეხლა ესე იყო საჭირო. გეთქვა მე შეჭიმა რომ ვიწყეთ ლაპარაკს და თავზე მახტები ეგ რა პონტიო ძმაო? აუ, კაი, რა ზუგა, რაზე ჭედავ ეხლა ძმობას კაცს. ბიჭო, გასაჭედია და იმიტომ ჭედავ ძმაო, ტიპს ვერ ვაზრები რომ ფასზე ესესია მეთქი და უწვად მახტები თავზე და ეუბნები ფას დაგიკლეთო ბიჭო. ჩემზე მაგარი როჟა ხარ? ბიჭო, მაგარი როჟა, რა შუაშია, შენ მართლა შიქხო არ აქვს. ჰეი, გითხარი ვიცი რასაც ვაკეთებ. ბიჭო, თუ ერთად ვაკეთებ საქმეს, ერთად უნდა ვაკეთოთ ძმაო. ბიზნესის დედაც მოტყან, ვაფშე ჯერზე მაკაცები ვარ და ვაფშე არ მისტორდება ეგრე რო იქცევი რა. ბიჭო, ტვინი მოტყანით უკვე რა. შენ ჩაიჯული რა ვაფშე რა. მოჩე რა. და სად მიდი? აულევან ძალიან შეგაწუხე. აი გეხვეწები რა. არ ცხენია? რა შეწუხება? უბრალოდ შენ ძალიან ხო არ გეჩქარება? არა. ხო ბავშვი მყავს დაბადებისგან გამოსაყვანი გამოვიყვან და მიგიყვან ეგრევე. კაი? ხო, რა შვებით? მორჩა უკვე? კაი, 10 წუთში მანდ ვიქნები და გეხვეწები აღარ შემომიყვანოთ, გამოიყვანე რა. კაი. ой. დავიდით?
ხარ. სულ ხო იქცეოდა. დალეცეს ხო ყველაფერი? არა, ძალიან საყვარელია საბუკა. და ჩვენ მეგობრები ვართ. ძალიან კარგი. კაი, წავედით და დიდი მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის. ბაშო, კაი ხო? მართლა, ჩარ. მოდი. მამი, ნინო ხო გახსოვს? არ გახსოვარ? ლაპარაკი არ იცი? ეს რა ისე? კაი რა, საბა, მე შენ ხო გთხოვე რომ მოგაქვს სახში სპეციალ სათამაშოები. მომიც. შენც ხო გაქვს ესეთი არა? ვაი, მაინც უნდა შევეყვანოს ახლა. მოვალ ხო. აი. იცი რუბიკის კუბიკის აწყობა? კი. მართლა? აი მე არ ვიცი. იცი რას ვაკეთებდი ბავშვობაში? ესე ვშლიდი და მე ფერების მიხედვით ვაწყობდი. ბავშვებს ვატყუებდი მე ავაწყოთ. იმათ კიდე ჯეროდათ. კიდე რისი გაკეთება იცი? წიგნები გიყვარს? კი. მართლა? და რომელი წიგნი გიყვარს? ჰარი პოტერი. უი, მე არ წამიგითხავს. აუცილებლად წავიკითხავ, კარგი? შენ თუ მოგწონს, მეც მომეწონება. მამა როდის მოვა? მამა მალე მოვა. ალბათ 5 წუთში. საბა. ვაიმე, საბა. 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 ვაიმე, მიშველებ. ლევან! ლევან! საბა. სატრაფოს ხარ გაუძო, ხო? არა. კარგად არის, კარგად. ვიკა, გავდივარ და ხარ გინდა გაგიყოლო? არა, მე საბრთაულზე მივდივარ მეგობართან. აი, გავედი მაშინ, კაი. კარგად ხო? კარგად. წავალ ხო მეც? დადი. მე ცოტა მოგვიანებით რაღაც საქმეები მაქვს და მე დავკეტო. მივხვდი. კაი. დროებით. დრო. აი, გამარჯობა. გამარჯობა. ბატონოსნა, გამარჯობა. წავიდეთ. დავიდეთ. ამირეკა იმექიმა და ეს ანალიზის პასუხები მითხრა. წარმოიდგინეთ, ძალიან ყურადღებიანი ტიპია. ეს თავისი ინიციატივით მინდა რეკავდა. ხო და მოკლედ, ყველაფერი წესრიგშიაო. ერთადერთი რაღაცა არის, რაც ხელს გიშლისო და ამ კურნალობის კურსს რო დაამთავრებ, აუცილებლად დაორსულდები. რა მაგარია. არა, ეგ არ არის ესეთი არაფერი რა. ერთი მკურნალობის კურსი და მორჩა ყველაფერი. ოღონდ შენ რო იცი, ისე არ უნდა ჩაიტარო. შუაგზაში რომ მიატოვებ ხოლმე, არ მშვენისა. აი, გაგიჟდი, ამ კაცის მართლა ყველაფერი უჯერა. კიდე კაი. ხო. მე არ ვიცი, ქედი, ეხლა ვარ ძალიან იმედიანად და კიდე რაღაცა რო არ გამოვიდეს, გავგიჟდები. არ უნდა გამოვიდეს. ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როცა ჯერ აუცილებლად გამოგივა. ხო, ვიცი. აი, მე ეს კაცი რო არ ჩამოსულიყო, არ ვიცი რა მეშველებოდა. ყველაფერი კარგად იქნება. გული მიგრძნობს. კაი, ჩაი გინდა? კი, ოღონდ უშაქრო რა. ვაი, როდის აქეთ? როდის აქეთ და მარილი და შაქარი უნდა შევამცირო. ინტერნეტში წავიკითხე, მარილი და შაქარი ყოფილან 21 საუკუნის მტრები. ეხლა აკოცლად ყავს უმარილოს. გააგიჟებ რა შენ მაგას. რატო გავაგიჟებ? იცი თვითონაც როგორ აქცევს ეგეთ რაღაცებს ყურადღებას? შენ როდის რომ წამლებს, როდის იწყებ? ორშაბათიდან, იმიტომ რომ ერთი ვერ ვიშოვე და გამოვიწერე.
არა, თქვენ ნორმალურები ხართ, რა? რა ხდება? ჩამომექცა ჭერი თავზე. ბატონო? ახალ გარემონტებული ჭერი დამემხო თავზე. წყალი ჩამოდის თქვენგან. ჩვენგან ჩამოდის წყალი? სხვა ვინმე ცხოვრობს თქვენს გარდა ჩემს თავზე? ა? ვაიმე, არ ვიცი. წყალი საერთოდ არ მოგვიშვია 1-2 საათია. იმედე და ნამდვილად გავგიშტები. ასე წურწურით ჩამოდის წყალი. დალპა კედლები. წყალი არ მომშვიაო. აბა მე ვთხოვი? ა? ვთხოვი? წამომძადი ბატონო და ნახე შენ თვითონ. შენი თვალით არა. წამომძადი. წამომძადი. დაიძინა? ხო, დავლე. მადლობა. შეგაშინეთ? ის რა არ მოგატყუებ, მართლა ძალიან შემეშინდა. ავს ისე დავიბენი, არც ვიცოდი რა უნდა მექნა. არ არის ისეთი არაფერი, უბრალოდ ვისაც არ ქონია შეხება ეპილეფსიასთან, იმისთვის ცოტა რთულია, მაგრამ პირველად რომ დაემთხვა 4 წლის იყო. და გავაქანეთ ეგრევე ექიმთან და ექიმმა ცოტა მერე დაგვამშვიდა, უთხრა რომ დიდი პროცენტი არის რომ გაუაროს. დაუნიშნა რაღაც წამლები. მერე მოხდა ეს ამბავი. რა ამბავი? ავარია. სამი წლის წინ მოხდა. მე ვიჯექი საჭესთან ბათუმიდან მოვდიოდით და ჩამეძინა. და რაღაც მომენტში რომ გამოფხიზდი და დავინახე რომ მანქანა მოდიოდა გვერდიდან და ამ მანქანას ავაცდინე და თელი სისწრაფით დავეჯახე ბოთს. და საბა უკანიჭდა, ამიტომ ისეთი არაფერი არ მოვიდა. ტვინი შევყევა და რაღაც. მალე გამოვიდა მდგომარეობიდან და მე კიდევ 2 კვირა სამათყოფოში ვიყავი და ძლივს გადამარჩინეს და გამომიშვეს. და ჩემი ცული ვერ გადაარჩინეს. ხო. მე 2 კვირა მიმალავდნენ, არ მეუნებოდნენ. ამ ამბის მერე არ დაზრდიბავს. არა, საბამის მშობლები მეხმარებოდნენ, მაგრამ მე გადავიდნენ საცხოვრებლად და ეხლა მე და საბა ვართ. მათთან ძიძა მყავს და მე როცა არ მწელია, ძიძა მეხმარება ხოლმე. თართული ბავშვია და არც არის გასაკვირი ამ ამბის მერე. ხო. ბავშვი კი არა, დიდი ადამიანები ვერ უძლებენ ეგეთ სტრესს და მაგალითად მე. ერთი წელი არ გავდიოდი საერთოდ სახლიდან და მე მივხვდი რომ ეს ცხოვრებას აზრი არ აქვს და პირველ რიგში საბას გამო. იცი, მართლა არ არის შენი ბრალი. ყველა შეიძლება მოსულდა. როცა ცოლი და 5 წლის ბავშვი გიზის მანქანაში არ უნდა ჩაგეძინოს. ეგეთი რამე ყველას არ ემართება. ხშია. კარგად დაფიქრდი ხა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი კულინარი ვარ. იცი, მე მგონი ცოტა მშია. კარგი, მაშინ მე ხა გავაკეთებ მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ომლეტს. მოგეხმარო? არა. შენი ჯექი და მომიყევი ცოტა შენ თავზე იმიტომ რომ სულ მეგიყვები შენზე. მე რა უნდა მოგიყვე? ჩვეულებრივი ბანალური ცხოვრება. სპეცეფექტების გარეშე. ძე? იგა.
გასაკეთებთ? წყალს კეთებ ხალბატონო. და რატო კეთავ? ჩამომექცა ჭერი თავზე და იმიტომ. აი, ხო, რა ვერ ისწავლა ამ ხალხმა უკანის დაკეტვა რა. ვერ გავიგე, სად გაიზარდნენ ჯუნგლებში? მალე იქნება? არ ვიცი ხალბატონო, აბა რა ვიცი. ვინტილია გაფუჭებულიო, არ იკეტება, მაგრამ დავკეტავ. მოკლედ რა, მე რამდენჯერ უნდა მოხდეს ესეთი შემთხვევა. ეხლა მთელი ღამე უწყლოდ უნდა ვისხდეთ. მეც მაგას არ ვამბობ. შეიძლება ასეთი დაუდევრობა მომესპო მთელი რემონტი. ერთი დაუდევრობის გამო მთელი სადარბაზო ახლა უწყლოდ უნდა ვიყოთ. უკულტუროა ეს ხალხი, უკულტურო. აი მე რა ხდება? გადაკეთეთ უკვე? კეტავ ხალბატონო. ნანა, შენ რა გინდა? როგორ რა, ჩემგან ჩაუვიდა მეზობას წყალი. შენგან ჩაუვიდა წყალი? ხო, აბა, კეთი იყო მარტო სახლში. დედა, მე გიხდით ორივეს ბოდიშს. კაი ნანა, შენ რა სიხდი ბოდიშს? ეხა რა იყო? პირველად ვართ უწყლოდ და უშუქოთ თუ რა. გალბატონო, ჩვენ ძალიან კარგი მეზობლები ვართ. ნუ ინერვიულებთ, ყველაფერი მოწესრიგდება. ერთი თქვენთან ჩამოსულიყო 20,000-ად რემონტში წყალი და მე რა ნახავდი ერთი როგორ მოწესრიგდებოდა ყველაფერი. გალბატონო, თქვენმა რემონტმა 3 თვეა რომ წვინი აგხადა. ღამე ჩვენ არ გოძინა და დღე ჩვენ არ გოძინა. ხუბ, ნანა, ამოვიღეთ საერთოდ ხმა. არა, დაწყნარდით, მე ორივეს გიხდით ბოდიშს არაფერი საბოდიშო შენ არ გჭირს. აი ხა ვერ გავიგე, რას მეუბნებით, რომ შენგელებმა ძალით ჩამოუშვეს თონთან წყალი? იქნებ თქვენი რემონტის დროს გაფუჭდა რაღაცა. ჩემი ბრალი ყოფილა თურმე, მომესპო ყველაფერი. ზემოდან ჩამოვიდა წყალი ხალბატონო, ზემოდან. გაჩუმდი შენ ერთი მიხედე მან შენ საქმეს, გამოვიდა აქ ინტრიგანი. ნანა, არაფერზე არ ინერვიულო, მე აქ ვარ, თუ რამეა დამიცა. ვერა გამოსულა და პრეტენზიები ქარ, 20,000 არი რემონტი. ხო, ამეხადა თავწელი. გამაგიჟებ შენ რა. აი რა მოხდა მე რა ჟინვაში ცხოვრება სამარცხვინოა? სამარცხვინო არა, მაგრამ ვიფიქრე რომ ჩემნაირ გოგოს თქვენ სალონში მუშაობას არავინ დააწყებინებდა. მე ისიც ვიფიქრე რომ თავიდან არ ვიტყვიტქო და ვერც ვერავინ გაიგებს მეთქი. კარგი ვიკაი, ვინ არის ჩვენთან ისეთი რომ ამის გამო შე რაიმე გაგრძნობინოს? მე ვიფიქრე რომ თბილისში ვიქირავებდი ბინას, მაგრამ იცი რა ისეთი ძვირი დამიფასეს, რომ ვერ შევწელი. ვარჩი ესე აქედან ვივლითქო და თან ამდენი ფულიც არ მქონდა. ჩემებსაც ვერ მივატოვე. მოწევა მინდა. შეიძლება ხომ მოწევა? საფერფლეს. ცირა საფერფლე არ არის დამაში. ჩაფერფლე. დედა ჩემს ვეთყი და ყავას მოგართმევთ, ხო? და მე მაინტერესებს ბეჭედზე რა სიტყვა. რა ბეჭედზე? აი იმ ბეჭედზე ლომბარდში რომ გაქვს დატოვებული. თქვენ რა იცით? იცი, ამის გარკვევა რთული არ იყო. ძალიან ბევრი საეჭვო დამთხოვა შენი ბეჭდის ლომბარდში ჩაბარებასა და სალონში ბეჭდის გაუჩინარებას შორის. ვიკა მომისმინე ხა, არ ჩვენ გვინდა ბევრი თავის ტკივილი და არ შენ. რა? რუსთან შენ ფიქრობ, რომ ნატას ბეჭედი მეავიღე? ეს როგორი ფიქრეთ? იცით, წამოდით და ნახეთ თქვენივე თვალით, რომ ის სხვა ბეჭედია. ერთადერთი ბეჭედი მქონდა, რომელსაც ძალიან მოფრთხილდებოდი და მე ძალიან დამჭირდა და წავიხე და დავალომბარდა. ისე რომ ჩემებაც არ იცი. მე რო შიმშილით რო გვდებოდა, ხო სხვის ნირცხელს არ მოვკიდებ როსუდად. მე ქურდი არ ვარ. კაი ხო დამშვიდდი. არა, ვერ დამშვიდდები. თქვენ თვითონ წამობრძანდით ახლა და ნახეთ, რომ და დარწმუნდეთ, რომ ეს ჩემი ბეჭედი იყო. კარგი, არ არის საჭირო. მე თვითონ მივხედავ ყველაფერს. ხორაბას. სალონში ვარ მოვალბალე. ივახშმეთ უჩებოთ, ხო, კარგი. ეს როგორი ფიქრე ვინ და მე? და არც ის თანხა სალონში თვის ბოლოს რომ დაგვაკლდა.
რა თანხარო სუდა? რა არის სიცხული სახში გამოდი მეთქი როგორ? აღარა, შენი ცოლი და არცადაც აღარ წამოვა, გაიგე რა ეს ხოდა სამუდამოდ. აბა ვიხავდო! მოყვარი სტუდენტები არიან, გარეთ სირცხვილია. სტუდენტების დედაც მოყვა! რა ხდება? რა ხდება და ციხეში ამოგალპორტყებას. უშტა მაგრად არ მისწორდება მე და შენ ამაზე რო გვიწევს ლაპარაკი. მაგრამ რაღაცები მაგრად გამიტო. მაზე მებაზრები. მომისმინე. ვერ მოვალ რა დღეს. მithვალთვალებენ და არ მინდა რა ეს ზედმეტი პრობლემები. ეხლა მინდა ერთ საათი ბრძოლა დავლიო. ჩვენ რეკლამას გამომარჯოს, აი ძალიან მაგარი რო გამოვიდა რა. დიდი მადლობა ბავშვებო. კაი, ნუ იხდი ამდენ მადლობებს რა. ვაიმე დარტყნარდი და დედა მე დავილაპარაკები რა ჩადიშე. არა უთხარი რამდენია?